მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, მეგობრებო, ნათესავებო, მოყვასო, ისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მშვიდობას გისურვებთ სულში, ოჯახში, სამშობლოში, საგვარეულოში, სანათესაოში, სოფელში, ქალაქში, სამშობლოში. მთელ დედამიწაზე. ეს ჩვენი დღევანდელი მეორე გადაცემაა ამ ქვეყნიური 64-ის წიგნის ამ ქვეყნიური 64-ის განხილვისა და წინა პირველი გადაცემა იყო საზოგადო ზოგადი მიმოხილვა და დღეს უკვე კონკრეტულ თემებს შევეხოთ. პირველი კითხვა რაც გაჩნდა წინა გადაცემაში ჩვენ უკვე ვახსენეთ და დავუკავშირეთ სიტყვა ედენ დავუკავშირეთ დაიენს ტოპონიმს ქვეყანას მხარეს იგივე დიაოხს ანუ დაიენი დიაოხი იგივე ტაო-კლარჯეთი სასპერეთი სპერი ბაგრატიონთა მამული და ძალიან ბევრს უკვე გაუჩნდა კითხვა და მომწერეს კიდეც რომ მხოლოდ ეს არის არგუმენტი რომ ედენი დაიენთან გავაიგივოთ რა თქმა უნდა ჩვენ 20 არგუმენტი გვაქვს ამისი და ეს უბრალოდ დასაწყისისთვის მხოლოდ ის ვახსენეთ ამთავითვე მინდა რომ სადღაც წიგნის შუაში მოცემული ინფორმაცია ეხლავე ვახსენო რომ ჩვენ სამშობლოში საიდანაც დიდი ნაწილი ქართველთა მოდის და აი დღესაც ცხოვრობენ იქ ქართველები რა თქმა უნდა და დღევანდელ საქართველოში უამრავი ადამიანი არის წარმოშობით იქიდან აი 300, 400, 500, 600, 1000 წლის წინ გარდამოსახლებულები აქ როგორც მაგალითად უამრავი ქართველი მეგრელი, ქართველი გურული, ქართველი აფხაზი, ქართველი სვანი, ქართველი კახელი ცხოვრობს თბილისში სიტყვაზე, ან ქართველი ქართლელი ცხოვრობს მაგალითად ქუთაისში, ბათუმში და ასე შემდეგ. ზუსტად ეგრე უამრავი კლარჯი, ზანი, ლაზი არის გადმოსახლებული 200, 300, 400, 500, 700 ჩვეულებრივი რამეა, როდესაც საქართველოში ან მტერი მოდიოდა, ან სხვადასხვა გარემოება იყო ქართველი ეთნო ჯგუფები ისე მოძრაობდნენ შესაბამისად საქართველოს კუთხეებში ისე ძალიან ცუდი შედარება მაგრამ როგორც აი დომინოს ქვები ერთმანეთს ერევიან ეგრე ხდებოდა ძალიან ხშირად და ამაში არაფერია გასაკვირი ხო შესაბამისად აი ახლა ვიტყვი ერთ კონკრეტულ დეტალს რომ ჩვენ სამშობლოში რომელიც დღეს თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა სასპერეთში ბაგრატიონთა მამულში ვიმეორებ არის ესეთი გზატკეცილი რომელიც აკავშირებს ქალაქ სპერს დღევანდელ ისპირს ქალაქ კარნუ ქალაქთან დღევანდელ ერზერუმთან და აი ამ გზატკეცილის შუაში უფრო ქალაქ სპერისკენ არის ეგრეთ წოდებული კუზგუნის წყალსაცავი ხელოვნური ტბა რომელიც არის ბუნებრივი ტაფობი და აი ამ ტაფობის წარმოიდგინეთ კედლებიდან აი ამ ტაფობის გარშემო არსებული მთებიდან გამოედინება ეს 4 მდინარე რომელიც მე ვახსენე პირველი მდინარე როგორც აღწერილია ბიბლიაში დაბადებაში მეორე თავში ფიშონი იგივე ფშანი იგივე აკამფსისი იგივე ფოასი იგივე ხარფასოსი იგივე ჭოროხი აი როგორი სიტყვები ქვია და ერქვა სხვადასხვა ეპოქაში ამ მდინარეს იგივე ფაზისი ერთ-ერთი ფაზისი ამაზე მერე ვისაუბროთ აქედანვე გამოედინება ევფრატის ზედადინების ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყალი აქედანვე გამოედინება უკვე მარჯვენა მხრიდან სადაც არის გიაურის მთა მოგეხსენებათ გიაურებს ისინი ჩვენ გვეძახიან ქართველებს
და იქვეა გურჯი ბოღაზი, ანუ ქართლის ყელი, ანუ ქართლის გასასვლელი ამ ტბის აღმოსავლეთით, ანუ ამ ტბის აღმოსავლეთიდან გამოედინება არაქსი, იგივე არასი, იგივე არეზი, იგივე რასხი, იგივე ასევე ფასისი, მას ფასისაც ეძახიან და აი ამ წყალსაცავიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან გამოედინებოდა წარღვნამდე და შესაძლოა წარღვნის მერეც ამას გეოლოგიური კვლევა უნდა სათავე და მკვებავი ტიგროსისა, მეოთხე მდინარისა, იგივე ხიდეკელისა. და აი ამ წყალსაცავის, სადაც იყო ბაღი, კოორდინატები გახლავთ, ჩემო ბატონებო, პარალელი 40 მინუტი 20 სეკუნდი და მერიდიანი 40 მინუტი 06 სეკუნდი. აი ეს უკვე ზუსტად გაპოვნინებთ ამ ადგილს, ვინც რუკაზე შეხვალთ და დაათვალიერებთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი ამ ადგილას იყო ბაღი, ედემის ბაღი, ედენი იყო მხარე და იქ იყო ბაღი. როდესაც შესაბამისად ამას წერს მოსე 33 საუკუნის წინ, 22-33 საუკუნის წინ, როცა ამას აღწერს მოსე, ამბობს, ყვება და ამას იმახსოვრებენ ადამიანები და იწერენ კიდევაც სხვადასხვა საშუალებებით, ზოგი გონებაში, ზოგი სხვადასხვა საშუალებით. მოსე ცხადია აღწერს იმას, ლოგიკურია, ხომ? აღწერს იმას, რაც მოსეს ეპოქაში ქვია. გნებავთ ამ ადგილს, გნებავთ ამ ტერიტორიას, გნებავთ ამბობს იმ სიტყვებს, რაც მოსეს ეპოქაშია, ხო? და არა იმას, რაც სიტყვაზე ერქვა 50 საუკუნის წინ, 52 საუკუნის წინ ნოეს ეპოქაში, ხო, სიტყვაზე. ან ამბობს იმ სიტყვებს და იმ სახელებს, რომელიც ერქვა სიტყვაზე 65 საუკუნის წინ, სიტყვაზე მათუსალას ეპოქაში, ხო? ან 76 საუკუნის წინ ადამის ეპოქაში, ხო? ანუ შესაბამისად ლოგიკურია, რომ ეს ყველა სიტყვა, ეს ყველა ფრაზა, ეს ყველა ტოპონიმი, ეტიმოლოგია არის 33-34 საუკუნის წინანდელი. კიდევ ერთხელ მინდა ეხლა შესაბამისად, რომ ჩამოვთვალოთ ის სიტყვები, ის საძიებო სიტყვები, აქტუალური სიტყვები, მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც გვაქვს ჩვენ მოცემული დაბადებაში. ანუ დაბადებაში მეორე თავში, მერვე მე-14 მუხლებში, წინა გადაცემაშიც ვახსენე და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს 8 ტოპონიმი, რომელსაც ვეძებთ, რომელიც უნდა ვიპოვოთ და რომელთა იდენტიფიკაციაც უნდა მოვახდინოთ და ლოგიკურია და იმედია დამეთანხმებით, რომ შესაბამისად ერთი წუთის წინაც იგივე ვთქვი და ვიმეორებ, ამ სიტყვებს, ამ სახელებს მოსე 33-34 საუკუნის წინ რო ამბობს და არქმევს იმ მომენტში, იმ ეპოქაში, იმ დროში, რაც ქვია ამ მდინარეებს. და არ არქმევს, არ იხსენიებს იმ სიტყვებს, რომელიც ერქვა მაგალითისათვის ნოესა და სემის, ნოესა და იაფეთის ეპოქაში, ან იგივე მათუსალას ეპოქაში, ხო? ასე და ამგვარად. ედენი, ფიშონი, გიჰონი, ჰავილას ქვეყანა, ქუშის ქვეყანა, იგივე ეთიოპია, ხიდეკელი და ტიგროსი, აშური, ფერათია, ანუ ევფრატი. ეს არის, როგორც ვიმეორებ, ტოპონიმები, გეოგრაფიული სახელები, ეტიმოლოგიური სახელები. აგრეთვე ყურადსაღებია და განსახილველია სიტყვები ბაღი,
რომ ბაღი გააშენა ღმერთმა. საყურადღებოა აღმოსავლეთი, სიტყვა აღმოსავლეთი რას უნდა ნიშნავდეს? სიტყვა, როდესაც საუბარი არის მდინარე ფიშონზე და ხავილას ქვეყანაზე, ნახსენებია სიტყვა ანთრაკი და კაპოვეტი, ოქრო და შესაბამისად რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ამ მომენტისათვის ეს არის მცხეთური ხელნაწერი ბიბლია. ეს გახლავთ რუსულენოვანი ბიბლია. ეს არის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა თანამედროვე ქართულ ენაზე დაწერილი ბიბლია და ასევე ხელთ გვაქვს და მიგვიწვდება ხელი ინგლისურ King James-ის ვერსიაზე, ინგლისურენოვანზე და მინდა გითხრათ ერთი თავისებურება ამთავითვე. აი მაგალითისათვის ავიღოთ ის საკითხი, რომ მეორე თავში მე-11 პუნქტში, მე-12 პუნქტში, როდესაც საუბარია მდინარე ფიშონზე, მდინარე ფაზისზე, მდინარე ჭოროღზე, რომელიც ჩამოუდის ხავილას ქვეყანას, ზოგან არის ნახსენები მდინარე ფიშონი ჩამოუდის ხავილასა და ზოგან არის ნახსენები ევლატის ქვეყანას და მერე იქ საუბარია, რომ ამ ხავილას ქვეყანაში, ევლატის ქვეყანაში არის კეთილი, კარგი ოქრო. ამასთანავე არის იქ ანთრაკი და კაპოვეტი. რაც შეეხება პირველ სიტყვას ანთრაკს. ანთრაკს ახსენებს გიორგი მთაწმინდელი და ანთრაკი არის მოხსენიებული სეპტუაგინტაში, ანუ ბერძნულ ენოვან ბიბლიაში. და მაგალითისათვის თორაში, ანუ ბიბლიურ ებრაულ ენოვან ძველ აღთქმაში, უამრავ სხვა წიგნში, უამრავ სხვა ენაზე გამოცემულ წიგნში არის ნახსენები არა ანთრაკი, არამედ ზოგან ბდელიუმი, ზოგან ბდოლახი, ზოგან სურნელოვანი ზეთი, ზოგან სამყეს ზეთი, ზოგან ბროლი. ნახეთ ხუთივე აბსოლუტურად განსხვავებული ფრაზა, აბსოლუტურად განსხვავებული სიტყვა და რამდენადმე ერთმანეთის გამომრიცხავი. აქვე რაც შეეხება მეორე სიტყვას, რომ აქ არის ანთრაკი და კაპოვეტი. გიორგი მთაწმინდელი წერს, რომ აქ არის კაპოვეტი და უამრავგან არის ნახსენები სიტყვა ონიქსი, ონიქსის ქვა არისო ხავილას ქვეყანაში, სადაც ფიშონი ჩაუდისო. ზოგან არის ზურმუხტი ნახსენები, ზოგან მწვანე ქვა, ზოგან არის სხვადასხვა ესეთი სიტყვები ნახსენები, ზოგან ძველ ქართულად არის სამარგადი ნახსენები, შესატყვისი. შესაბამისად, აი ეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის დამაბნეველია და ჩვენთვისაც კარგად შრომატევადი იყო. დღევანდელი საშუალებები იძლევა იმის საშუალებას, უკაცრავად ტავტოლოგია გამომივიდა, რომ შევიდეთ და 30 ენაზე, მათ შორის 7-8 ძველ ენაზე, ძველ ბერძნულად, ძველ არაბულად, ებრაულად, რუსულად, ინგლისურად, ძველ სლავურად, ლათინურად, ძველ ქართულად, ახალ ქართულად აღმოვაჩინოთ, ვნახოთ, შევადაროთ ეს სიტყვები და ესეთი წინააღმდეგობის წინ დავდექით. რა იწვევს ამ სიტყვების ესოდენ ცდომილებას, ამისი რაღაც დონეზე გარკვევა, ჩახედვა თქვენთვის მომინდია. მე უბრალოდ პროცესში ალბათ
მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გადაცემაში უკვე კონკრეტულად წავყვები თითოეულს და თითოეული კონკრეტულად განვიხილოთ. ახლა ისევ ჩქარობ თითქოს ეხლავე მინდა ამისი მოსწრება, რაც მეორე გადაცემაში შეუძლებელი იქნება. შესაბამისად 2-3 ნაბიჯით წინ გადავიდეთ და იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს საოცარი ღვთისწყალობა. პირველი მე უკვე ვახსენე, რომ ეს ქართული ენა უძვირფასესი, უძლიერესი, ყოვლის მომცველი ქართული ენა და ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა გიორგი მთაწმინდელის სახით დიდი გონება, დიდი მთარგმნელი, დიდი მამა და შესაბამისად გვაქვს შეიძლება ითქვას ორიგინალთან გათანაბრებული ძველი აღთქმა. შესაბამისად პირველი ძალიან საინტერესო რაც აღმოვაჩინეთ და პირველი საგულისხმო რაც აღმოვაჩინეთ ეს არის სწორედ რომ მცხეთური ხელნაწერი და გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწერილი, თარგმანილი, მოცემული მე კეთს მოვიხრე თქვენს წინაშე, ჩემო ბატონებო, მეგობრებო, მოყვასო და გავბედავ იმის თქმას, რომ არა მხოლოდ რომელიმე წიგნიდან თარგმნიდა, რომელიმე ენიდან, იგივე შეიძლება სეპტუაგანტაც ქონდა და ექნებოდა იგივე ებრაული ძველი აღთქმა ექნებოდა, შესაძლოა ლათინურიც გიორგი მთაწმინდელს, მაგრამ ძალიან ბევრი რამე რო სულიწმინდიდან ეძლეოდა და მისი ყველა წინადადება ეს ფსალმუნი იქნება თუ ძველი აღთქმა იქნება, რომ კანონიკურია და გენიალურია, ამას რა თქმა მსჯელობა და განხილვა. შესაბამისად საქმე რაში მდგომარეობს ძალიან ბევრ თარგმანში ახალი აღთქმისა და ძალიან ბევრ წიგნში ახალ აღთქმისა წერია როგორც მაგალითისათვის დღევანდელ ქართულ ახალ აღთქმაში, ასევე რუსულ ახალ აღთქმაში შემდეგი წინადადება. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აი ეს წინადადება, რომელიც პრაქტიკულად იმას გვეუბნება, რომ სადღაც აღმოსავლეთში იყო ედემის ბაღი და ყველას ესე ესმის და ყველა ესე გაიგებს. უამრავ მკვლევარს და ჩვენ ალბათ მე-10,000-ები ვართ, ვინც ეძებს ედემის ბაღს, ვინც ეძებს ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილს, უამრავ ადამიანს აძებნინებს საკმაოდ აღმოსავლეთში ჩვენგან, აი ამ მე რა წერტილის თქვი, გაცილებით აღმოსავლეთით და ეს გონია ხალხს, რომ ეს არის შორეული აღმოსავლეთი აღთქმული მიწიდან, შორეული აღმოსავლეთი იგივე შუამდინარეთიდან და ეძებენ ზოგი ისეთ რუკებს ხატავს, ზოგი ისეთ მასშტაბებს ქმნის, რომ ედემი და ედემის ბაღი ორ კონტინენტზე, სამ კონტინენტზეა გაშლილი და აი ფიშონს მაგალითისათვის ზოგი ნილოს აბრალებს, ზოგი განგს, ზოგი ინც, ზოგი დუნაის და ზოგი რომელ მდინარეს, ზოგი რომელ მდინარეს და შესაბამისად არავის უცხოელს სამწუხაროდ ალბათ, ან თითქმის არავის უცხოელს არ უნახავს ალბათ მცხეთური ხელნაწერი, სადაც საოცრად ლამაზად, კარგად, ქართულად, ჩვენთვის იდეალურად გასაგებად არის გადმოცემული შემდეგი რამე და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავლით და დადვა მუნ კაცი, რომელიც შექმნა. ანუ ედემის, ანუ ედენის,
ანუ რომელიღაცა ქვეყნის ჩვენი შეხედულებით დაიენის აღმოსავლეთში, ანუ ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთში იყო ედემის ბაღიო, ანუ სამოთხეო, იყო ესეთი ქვეყანა დაიენი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში, აი დღევანდელი საქართველოს აღმოსავლეთი ხო კახეთია, ზუსტად ესე დაიენის ედენის აღმოსავლეთშიო, როგორც გვიწერს და გვიხსნის გიორგი მთაწმინდელი მოსეს სიტყვას, მოსეს შეხედულებას, მოსეს გადმოცემას, ზუსტად ესე ვიგებთ ჩვენ და ვპოულობთ, რომ დაიენის, ედენის, დიაოხის, ტაოს აღმოსავლეთ ნაწილში და მართლაც ეს აღმოსავლეთ ნაწილია ისტორიული დაიენისა, მე დაიენი მე კიდე განვიხილოთ სხვა წყაროებით და სხვა საშუალებებით, ზუსტად აღმოსავლეთი ნაწილი არის ეს ადგილი, სადაც იყო ბაღი გაშენებული, ედემის ბაღი. მოდით ახლა ვილაპარაკოთ ბაღზე, ხომ? შესაბამისად ამ ქვეყნის, ანუ დაენის, ედენის აღმოსავლეთში იყო ბაღი. ახსენებს სიტყვა ბაღს უამრავი მთარგმნელი და ედემის ბაღიც უამრავ მხატვრობაში, უამრავ იხილეთ ამ ქვეყნიური სამოთხეს ილუსტრაციები, უამრავ მხატვარს შუა საუკუნეებში, გვიან შუა საუკუნეებში, რენესანსის ეპოქაში, დღეს გამოხატული აქვს რაღაც ტერიტორიად, უამრავგან შემოსაზღვრულ ტერიტორიად, გალავანში მყოფ, კარიმჭეში მყოფ ტერიტორიად, ხომ? ამბობს სიტყვას ბაღი ძველი აღთქმა. მოდით აი რა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ბაღი, რაც ადამიანს უნახავს. იგივე მოსეს, რომელიც უნახავს სიტყვაზე ეგვიპტეში ფარაონების ბაღები, ყველაზე დიდი ბაღი, რომელიც შეიძლება იყოს. ან როდესაც იგი აღთქმულ მიწაზე ჩამოვიდა, აი ჰიზგახის მთაზე ავიდა და გაიხედა, დაინახა ენგადის ბაღი, ენგადის ოაზისი, ეს ბაღი, ხო? ან ჩვენ დროში აი ბაღი, რომელიც შეიძლება იყოს ბაღი, სიტყვაზე ვაკის პარკი ბაღია, ხო? იგივე დენდროლოგიური პარკი ბაღია, იგივე ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი ბაღია, იგივე ვერსალის ბაღი ბაღია, ხო? რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე დიდი ყოფილიყო ბაღი და მე ახლა გეუბნებით აი მწერან რო თქვით, რომ აი წყალსაცავი არის 13-14 კვადრატული კილომეტრი. ოდნავ დიდი ვიდრე თბილისის ზღვა, წარმოიდგინეთ. თბილისის ზღვა მგონი არის 7-8 თავისი დენდროლოგიური პარკი და მიმდებარე ტერიტორიით 7-8 კვადრატული კილომეტრი. აი ამ ხელა იყო ბაღი, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ იქ ეცხოვრა ჩვენს ეთნარქს ადამს, ხომ? და იქ განვითარებულიყო ის მოვლენები, რომელიც განვითარდა და შესაბამისად აი ბაღის ზომები აი ესე წარმოვიდგინოთ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე აი ამ ბაღის ადგილს. წარმოიდგინეთ, ეს არის ბაღი, ეს არის ტაფობი, სადაც არის დაგუბებული 13-14 კვადრატული კილომეტრის წყალსაცავი და ამ ტაფობს აქვს საოცარი მდებარეობა და საოცარი მდგომარეობა. ერთი კარიბჭე, საიდანაც დღეს გამოდის ევფრატის სათავე და ამ ტაფობის სამხრეთ დასავლეთით არის დღევანდელი სახელწოდებით აკბაბას მთა, რომელიც სვავის მთას ნიშნავს და ამ მთის ქვეშ არის სოფელი ფაშაკი და ამ სოფლის მაცხოვრებლები, ეს ძველი სოფელია და ამ სოფლის მაცხოვრებლები ამ მთას ფაშის მთას ეძახიან. ფასის მთა აქაც არის, როგორც რაჭაშია, ფასის მთა აქაც არის, ფასის მთა და ამ ტაფობის ჩრდილო დასავლეთით არის მესხეთის მთა, მესჩით ასეც ქვია დღესაც, მესჩით დაგი, დაახლოებით 3000 მეტრიანი მთა არის და აი ამ ორი მთის მარცხენა
ნაწილიდან, შუიდან გამოედინება ჭოროხის სათავე და ამ ტაფობის სამხრეთ ნაწილიდან, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან გამოედინება ევფრატის ზედადინების, რომელსაც ყარასუ ქვია იქ და არიციან რომ ევფრატის სათავეა ყარასუ, ადგილობრივებმა გამოედინება ევფრატის სათავე შესაბამისად მდინარე ევფრატი და მდინარე ფასისი, იგივე აკამფსისი, იგივე ხარფასოსი, იგივე ფოასი, იგივე ჭოროხი ერთმანეთს ხელს ართმევენ და სიმბოლურად რო წარმოიდგინოთ, აი მაგალითად წვეთი ჩამოვარდნილი ერთი წვეთი შეიძლება ორად გაიყოს და ერთი ჩავარდეს მდინარე ჭოროხის აუზში და ჩამოვიდეს ბათუმში და ამ წვეთის ნახევარი შეიძლება გაიყოს და ჩავარდეს ევფრატის აუზში და ჩავიდეს გაიაროს ბაბილონი, დღევანდელი ერაყი, ბაგდადი და ჩავიდეს კუვეითში. შესაბამისად ამ ტაფობის უკვე მარჯვენა კედელი გახლავთ გიაურის მთა, რომლის უკან არის გურჯი ბოღაზი, ანუ ქართლის ყელი და ამ მთის აღმოსავლეთიდან, როგორც წეგან ვახსენე, გამოედინება რასხი, იგივე არასი, იგივე არაქსი, იგივე ფასისი. რატომ ქვია მას ფასისი? მოგეხსენებათ იქ ფასიანია. რადგან ეხლა ფასისი ვახსენე, ეხლავე ჩამოვთვლი და მე მეოთხე ან მეხუთე გადაცემა ამას დავუთმოთ. ფასისი არსებობს 5 და ფასისის მსგავსი სახელი ქვია კიდე 10 მდინარეს. ანუ ფასისის სეხნია 10 მდინარეა და ფასისის სახელით სარგებლობს 5 მდინარე. ოფიციალური ინდიციები რო აქვთ რა მწერლობასა და ისტორიაში. შესაბამისად მოდი დაუბრუნდეთ ედენს, დაიენს. წეგანაც თქვი რა ეპოქაა ეს? რა ეპოქაა და ეს ის ეპოქაა, როდესაც გამოდის მოსე ეგვიპტიდან და სულ რაღაც 2 საუკუნეში ამ მოვლენიდან 31 საუკუნის უწინ ასურეთის მეფე ერთ-ერთი უდიდესი მილიტარისტული სახელმწიფოს პირველი მხედართმთავარი ტიგლარ-ფილასერ პირველი დაიძრა და მოდის ზემოზღვებისკენ რო დაიპყროს დაიენის ქვეყანა. ეს ლურსმნული წარწერა არის, ესეთი 6 კუთხა პრიზმა არის ნაპოვნი, დიდი ძელი 6 კუთხა. ნაპოვნია დღევანდელი მოსული არის ქალაქი ერაყის ჩრდილოეთში ნიმრუდთან, ქალაქ ნიმრუდთან, სადაც დეტალურად აქვს აღწერილი თავისი ლაშქრობები ტიგლარ-ფილასერ პირველს, რომელიც ჩამოვიდა და დაიპყრო ის ქვეყანა, სადაც არის დაიენი, დაიენის ხალხი და 23 მეფე გამოვიდა, 23 ქვეყნის მეფე გამოვიდა მასთან საბრძოლველად. ცხადია ეს მეფეები გამოვიდნენ საბრძოლველად არა პოლიტიკური კავშირის გამო, არამედ ნათესაური, არამედ ახლობლური და საერთო წარსულიდან გამომდინარე კავშირების გამო. ლოგიკურია, ხო? და ისე დეტალურად, ისე ლამაზად აქვს აღწერილი და ჩამოთვლილი ეს სახელები, გნებავთ ქვეყნების სახელები ტიგლარ-ფილასერს თავის ლაშქრობაზე, გნებავთ ეტიმოლოგია, გნებავთ მეფეთა სახელები, რომ საოცარ ინფორმაციას იძლევა. ჩვენ რა საშუალებები გვაქვს, ნეტა ამისი მიათედი საშუალება ქონოდათ, ინტერნეტია თუ ბიბლიოთეკებია თუ მუზეუმია და წვდომა ქონოდათ ამ დიდ გონებებს ივანე ჯავახიშვილს და ბერძენიშვილის ჯანაშიას და ასე შემდეგ და უდიდეს გენიოსებს. მე მაინც ჩამოვთვლი ამ სიტყვებს, რამდგან ჩემი უამრავი მეგობარი ისე შიფრავს, ისე მარტივად იგებს ამ უძველეს ქართულ სიტყვებს, იციან ძველი ქართული, ძველი მეგრული, ძველი ლაზური, ამ სამი
ენიდან შესაბამისად ხვდებიან სიტყვის არს, ძველი სვანური. ნახეთ რა სახელები აქვს ნახსენები, რა ქვეყნები აქვს ნახსენები ტიგლარ ფილასერს. რომ იგი წამოვიდა ისეთი ქვეყნის დასაპყრობად, რომელიც ჯერ არავის არ დაუპყრია, რომლებმაც არ იციან რა არის მონობა, რა არის ქვეშევრდომობა და ასე შემდეგ და მოდის აიას ქვეყანაში, პურუხუზის ქვეყანაში, ალზის ქვეყანაში, ალზი ხო ლაზია, მუშკების ქვეყანაში, აქ არის კომუხა, შერიშა, პურუნია, ითნი, აზუტაპი, აია, შურია, არზანიბრუ, იშტუა, დარია, აცანიუ, ხირიხი, ცუგი, ალამუნი, ლუხი, ნუნი გამოდიან მეფეები სახელად ელტისი, ლიხუნა, ტიკრახული, როგორ ქართულად ჟღერს ეს სიტყვები, აი ჟღერს, მაგრამ უფრო კარგად ალბათ ჩახედული ადამიანები იტყვიან ამაზე. საკისარა, სულინაზი, ელამი, კინდარი და ასე შემდეგ. აი ესეთი იყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწები, ჩვენი მეფეების სახელები 31 საუკუნის წინ. შესაბამისად ჩამოდის ასურეთის უძლიერესი ჯარი და ყვება ძალიან საოცარ რაღაცას, ძალიან ნიშანდობლივ რაღაცას. ნახეთ, იმისთვის რომ მაგალითისათვის დღესაც კი თუ თვითმფრინავით არ გამოემგზავრება ადამიანი და ან ეტლით წამოვა, ან ცხენით, ან მანქანით, ან დიდი სატვირთო მატარებლით და ავტომატარებლით, ასე ვთქვათ, იგი უნდა ამოყვეს ან ტიგროსის ხეობას, ან ევფრატის ხეობას, მერე გადმოიაროს ეს ჩვენი ქართული უღელტეხილი, კარი, ფასიანი, გადმოიაროს, შემოვიდეს სასპირეთში და ვისაც ჭოროხის ხეობა უნახავს და ოლთისის ხეობა უნახავს და იგივე არტანუჯისწყლის ხეობა უნახავს, მარტივად მიხვდება, რაზე საუბრობს დაიენის დასაპყრობად მომავალი ტიგრალ ფილასერი, რომ ფოლადის მთებივით აღმართული, ფოლადის ლოდებივით აღმართული მთები დამხვდაო იქო, რომელიც გაუვალი აღმოჩნდაო ჩემი ეტლებისთვისო, ჩემი ცხენებისთვისო, ჩემი ურმებისთვისო და ეს იყო ურთულესად გამავალიო, აიას ქვეყანაში როცა მოემგზავრება. შესაბამისად, რა დახვდა მაშინ მას აქ? რა დახვდა? ეს არის, გთხოვთ, იხილოთ თრიალეთის მეგალითები, არსიანის მთების მეგალითები, ლაზეთის მთების მეგალითები, ასობით მეგალითური გმირთნაკვეთი ქალაქია, ხო, ჩვენს მთებში, ჩვენს სამხრეთ კავკასიაში. აი მაგალითისათვის ეს ჩემი სიტყვები არ არის, დიდი მეცნიერების, მკვლევარების სიტყვებია, რომ აი ცალკე ქვეყანა იყო აბულის მეგალითი, ხო? ცალკე ქვეყანა იყო თეჯისის, ლოდოვანის, ავრანლოს, თორის და ასე შემდეგ მეგალითური ქალაქები, ხო? ეს იყო მთაში 2200, 2400, 2600 მეტრზე აშენებული გრანდიოზული 7, 8, 9 ტონიანი ლოდებით აშენებული ქალაქები მშრალი წყობით, რომელიც დღესაც დგას. იგივე ქალაქი თორი ბორჯომის ხეობაში სიტყვაზე და იგივე ქალაქი გთხოვთ იხილოთ ჩვენს ილუსტრაციებში ქალაქი დღევანდელი სოფელი ერკინისი, თურქულად ქვია დემირკენტი, რომელიც ჩვენი აზრით არის პლინიუსისეულის სურიუმი, ძალიან შორს გადავხტი, მაგრამ მაინც ვიტყვი, იქ არის მიწისქვეშა მეგალითური ქალაქი, რომელსაც 7-8 შესასვლელი აქვს და მიწისქვეშ არის ლოდებით აშენებული ქალაქები და მას დიდი ბალახის საფარი ადევს. ეს ციხესიმაგრეები და ციხე-ქალაქები რაც ჩამოვთვალე, მიწის ზედა ციხე-ქალაქებია და უამრავგან მიწისქვეშა გმირთნაკვეთი ლოდებით აშენებული ქალაქებია და ეს არის 40, 38, 37, 35 საუკუნის წინ აგებული ქალაქები და ხვდება ეს სამეფოები და ყველა სამეფოს ნათესაური ნიშნით, ბიძაშვილური ნიშნით
ესენი ყველანი ეგროსის, ქართლოსის, უფლოსის, მცხეთოსის, ოძრხოსის შვილები, შვილთა შვილები არიან, გამოყავთ თავიანთი ჯარი, ეომებიან, სამწუხაროდ მარცხდებიან, რადგან დაიენი ქრება დაახლოებით ამ მოვლენიდან 2 საუკუნეში და აღწერს ამ გამარჯვებებს ტიგლარ-ფილასერი და შესაბამისად ეს კიდე ერთი მაგალითია თუ რა დახვდა აქ ტიგრალ-ფილასერს, რა ხალხი დახვდა, რა დოვლათი და ბარაკა წაიღო, ჩვენ გვაქვს იმისი საშუალება, რომ ძველ ასურულ ენაზე მოვისმინოთ, როგორ ჟღერს ტიგლარ-ფილასერის წარწერა, მერე ინგლისური ტრანსკრიფციით წავიკითხოთ ლურსმნული წარწერები, მერე ინგლისურ ენაზე, რუსულ ენაზე და ეხლა ვმუშაობთ ქართულ ენაზე, გადმოვაქართულოთ შესაბამისად და წავიკითხოთ ტიგრალ-ფილასერის ლაშქრობა ჩვენ ქვეყანაში 31 საუკუნის წინ რა მდგომარეობა იყო და რა დახვდა მას და რა ხალხი ვიყავით და რა კულტურა გქონდა და რა მშენებლობა გქონდა და ასე შემდეგ. ხო არავინ არ უარყოფს რომ ჩვენი მესხების, ჩვენი დიაოხელების, დაიანელების შთამომავლები ვართ. მე მინდა ამ მომენტში გადავიდე უკვე აი ამ წიგნის პირველ და ერთ-ერთ მთავარ ილუსტრაციაზე. ეს გახლავთ გამოძევების სცენა ედემის ბაღიდან, 64-დან. ეს არის სუმელას მონასტრის, მოგეხსენებათ, სუმელას მონასტერი არის ტრაპიზონის სამხრეთით, დაახლოებით 20-25 კილომეტრში არსებული საოცარი ხეობა. მერიემ ანა დერესი ქვია თურქულად ამ ხეობას, დედა მარიამის მდინარე, დედა მარიამის ხეობა და ამ დედა მარიამის ხეობაში არის სუმელას მონასტერი. სუმელა მე იქ უამრავ ლას ვესაუბრე, რომელიც მეუბნება არის სამება და უამრავ ქალდეველს ვესაუბრეთ იქ და ეს ნიშნავს სიტყვა სამებას. სამების მონასტრის ერთ-ერთი ფრესკა. აქ ჩანს როგორ ხდება საუბარი ღმერთსა და პირველ ადამიანებს შორის და შემდეგ როგორ ხდება გამოძევება. ეს ერთადერთი ფრესკა, ერთადერთი ნახატია ბუნებაში, სამყაროში, ხელოვნებაში, ეკლესიაში, სადაც გამოძევება ანგელოზის მიერ ხდება არა ცეცხლოვანი מחვილით, ხდება არა ხმლით, არამედ ხდება ლერწმით გამოდევნის ადამიანს და ევას უფლის ანგელოზი და ნიშანდობლივი რა არის ესეთ ფრესკებში, ესეთ ნახატებში ამ ფრესკების ავტორებს, მხატვრებს ხო ჩემზე გაცილებით დიდი გონება აქვს, გაცილებით მეტი სწავლება აქვს, გაცილებით მეტი ცოდნა აქვს, გნებავთ კანონიკური, გნებავთ შემოქმედებითი, ხო? საეკლესიო სწავლებაც. ყველგან, აბსოლუტურად ყველგან ედემის ბაღი, 64 არის დახატული და შემოფარგლული გალავნით და მას აქვს კარიბჭე. და ეს ბუნებრივი გალავანია. ეს ბუნებრივი მთებისგან შექმნილი გალავანია, სადაც არსებობს ედემის ბაღი. დღეს ქრისტეს მიერი სიყვარულით დაგემშვიდობებით, ქეც ვიხრი, ღმერთმა გაგაძლიეროთ, დანარჩენი შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.